შენიშნავდით, რომ ყოველი ზაფხული წინაზე უფრო ცხელია. ამას არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვგრძნობთ, არამედ ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემებიც. და მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა გარედან 35 გრადუსიანი სიცხიდან სახლში შემოვედი, სტუდია უკვე კარგა ხნის გაგრილებულია და ოთახში კომფორტული ტემპერატურა ტრიალებს. ეს ყველაფერი კი დისტანციურად გავაკეთე. გრის ინვერტერული ძრავიანი კონდიციონერით უამრავი გადაწყვეტაა შესაძლებელი. მაგალითად ის, რომ ის იმართება დისტანციურად. ასევე მოსახერხებელ აპლიკაციას ის ფუნქციონალი გააჩნია, რაც პულს. ანუ მთელი კონდიციონერი ფაქტობრივად ჯიბეში გიდევთ. გარდა იმისა, რომ კონდიციონერებში გრი არის ლიდერი მწარმოებელი და 2024 წელს საერთოდ პირველი იყო მსოფლიოში გაყიდვების მასშტაბით, თავარი მაინც მწარმოებლის ხარისხია. 5 წლიანი გარანტია და ამით მგონი ყველაფერი ნათქვამია. არ მოხდება ისე, რომ 1 წელი იმუშავა და მერე მილიონი პრობლემა დაეწყო. და რაც მთავარია, არის სუპერ ეკონომიური და ჩუმი. ჩემთვის პირადად ზაფხულის ცხელი დღეების გადატანა გრის კონდიციონერის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. აღწერაში იქნება ლინკი, სადაც ნახავთ ფასდაკლებებს გრის კონდიციონერებზე. ეს არის ჩემი smartphone. მიუხედავად იმისა, რომ მე და თქვენ ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, შეიძლება სრულიად განსხვავებული ინტერესებისა და შეხედულებების ადამიანები ვართ, დიდი ალბათობით ერთი საერთო გვაქვს. სავარაუდოდ მეც და თქვენც ყველაზე მეტ დროს ერთი და იმავე აპლიკაციებში ვატარებთ. ელემენტის ბოლო 10 დღის გახარჯვაში რომ შევიდეთ, პირველ ადგილზე თქვენთანაც და ჩემთანაც დიდი ალბათობით ან TikTok-ი იქნება, ან Instagram. ჩემ შემთხვევაში ეს არის Instagram-ი. 21 საუკუნის ადამიანი, განსაკუთრებით კი შედარებით გვიანი თაობის წარმომადგენელი, იღვიძებს, ჭამს, ვარჯიშობს, მუშაობს, ისვენებს და იძინებს ტელეფონით ხელში. რამდენი თქვენგან, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, მანქანის მართვის დროსაც ხელიდან არ უშვებთ. საკმაოდ ბევრი, ხომ? რატომ ხდება ასე? სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ჩვენი ტვინის მოთხოვნაც. ეს არის ჩვეულებრივი მეცნიერება და ადამიანის ბუნების ფსიქოლოგია. სოციალური ქსელების ალგორითმებს ჩვენი იმაზე მეტად ესმის, ვიდრე რომელიმე ახლო მეგობარს ან ნათესავს. TikTok-ის უსაზღვრო სკროლვის დროს, როცა ალგორითმა უკვე ზუსტად იცის, რომელი ვიდეო მოგვეწონება, რა თემატიკაა ჩვენთვის იმ კონკრეტულ მომენტში მიმზიდველი, რომელი კრეატორის მოსმენა გაგვიხარდება, ჩვენი ტვინი იწყებს დოფამინის გამოყოფას. დაუკვირდით, თუ ავტოინდუსტრია გაინტერესებთ, თქვენ შეხვდებათ ვიდეოები მანქანებზე. მოტივაცია გჭირდებათ, იქნება სამოტივაციო ვიდეოები. ასე აბსოლუტურად ყველაფერზე. მოდა, რესტორნები, ჭამა, დასვენება, სპორტი, ფული, პოლიტიკა და ასე შემდეგ. ასეთ სივრცეში დროის გატარება იწვევს კმაყოფილების განცდას. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დოფამინი არა მხოლოდ დაკმაყოფილების გრძნობაა, არამედ ეს არის ნეირომედიატორი, რომელიც ჩვენში აყალიბებს დაჯილდოების განცდას. ანუ მუდმივად რაღაცის კეთებისკენ გვიბიძგებს. ასე მუშაობს სოციალური ქსელიც. ყველა ასკროლო ან სვაიპი სათამაშო აპარატივით არის. შენ შეიძლება უცებ მოიგო ან წააგო. სოციალურ ქსელებში კი სკროლვის აზარტი გვაქვს. არ იცის შემდეგი ვიდეო ან პოსტი მოსაწყენი იქნება თუ დაუჯერებლად საინტერესო. ეს არაპროგნოზირებადობა პროცესს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის. ფაქტობრივად კაზინოს პრინციპია. სოციალური ქსელების ალგორითმი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ყველაზე მსხვილი და გავლენიანი მსოფლიო დონის პოლიტიკოსები დღეს იმისთვის იბრძვიან, რომ ამ ალგორითმების კონტროლი და სათავისოდ გამოყენება შეძლონ. ასეთი გამონათქვამიც არის. ვისიც არის ალგორითმი, იმისია სამყარო. კი, ნაწილობრივ ასეა. ისე როგორც არავის, სოციალურ ქსელებს შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ინფორმაციული ნაკადის კონტროლი. დღეს გასაოცარ ამბებს და ფაქტებს მოგიყვებით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, ერთი შეხედვით უწყინარი მეტა და TikTok-ი სინამდვილეში რამდენად მძლავრი იარაღია. ვინ სოციალური ქსელების სტაჟიანი მომხმარებელია, იმას აუცილებლად ემახსოვრება დაახლოებით 2015-2019 წლებში უამრავი ქვიზი იყო რაღაც ასეთ სტილში. გაიგე ჰარი პოტერის რომელი გმირი ხარ, ან გაიარე კითხვარი და გაიგებ მადრიდის რეალის რომელი ფეხბურთელი იქნებოდი. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ თქვენგანს ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა. პრინციპი საკმაოდ მარტივი და უწყინარი იყო. იწყებდით quiz და იქ იყო შეკითხვები, რომლებიც თქვენს საქციელს განსაზღვრავდა. თქვენს მიერ არჩეული პასუხებიდან და შესაფერისი ქცევებიდან გამომდინარე, quiz-ის ბოლოს პროგრამა გეუბნებოდათ, რომელ პერსონაჟთან უფრო ახლოს იყო თქვენი ქცევა ან ხასიათი. ასეთი Facebook აპლიკაციები ბუნებრივი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იყო.
უმეტესწილად ეს მოდიოდა დასავლურ აუდიტორიაზე. ვინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ეს საყვარელი კითხვები, რომ არა Facebook-ის 2018 წლის მეგა სკანდალი. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის უკან კომპანია Cambridge Analytica იყო, რომელმაც 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემები მოიპარა. ოღონდ აქ მოპარვაში გულისხმობთ არა პაროლებს და საკონტაქტო ინფორმაციას, არამედ უფრო მნიშვნელოვანს 87 მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. თან ნახეთ, ყველაფერი როგორ დეტალებში იყო გათვლილი. აპლიკაციის მიზანი იყო პიროვნული ტესტის ჩატარება, რომლებიც შემუშავებული იყო მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის 4 მკვლევრის მიერ. ეს ტესტები ადამიანის სრულფასოვან პასუხს იძლეოდა შემდეგ თვისებებზე: ღიაობა, საზრიანობა, ექსტრავერსია, კეთილმსურველობა და ნევროტიზმი. კონკრეტული ვიქტორინის სავარაუდო პასუხები იყო მაგალითად მე იშვიათად ვსაუბრობ ჩემს პრობლემებზე, ან მე ყოველთვის ვუზიარებ ახლობლებს ჩემს პრობლემებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ვიქტორინები უამრავ თქვენგანს შეგვხვედრიათ. მეტიც ალბათ ერთ დროს ბედნიერები აზიარებდით, თურმე მე ბრედ პიტი ვარ, ან თურმე აგერ მარსელო ყოფილვარ. იმედია ის ვიქტორი, ახლა სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მონაცემები უკვე დიდად არავის არ ჭირდება, იმიტომ რომ დიდი სკანდალი იყო და სავარაუდოდ წააშლევინეს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ის კონკრეტულები, რომლებიც თქვენ შეავსეთ, ნამდვილად უცხინარი იყო. საბოლოოდ ასეთი ქვიზები იძლეოდა შემდეგ მახასიათებლებზე პასუხს. ადამიანი შფოთიანია თუ მდგრადია, რისი შიშები აქვს, უყვარს რისკი თუ უფრო სტაბილურობა და ასე შემდეგ. კარგი. დაუშვათ, Cambridge Analytica-მ შეაგროვა მილიონობით ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, დაამუშავა შემდეგ. ამის მერე რა ხდება? ხო, აი რაში შეიძლება ეს გამოიყენოს? ორგანიზაცია ამ ყველა მონაცემებით ვაჭრობდა. ტარგეტირებული რეკლამისთვის ეს ინფორმაცია ოქროს საბადოსავით იყო. მით უმეტეს თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. ეს რეკლამა უკვე ამ ფსიქოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე მუშაობდა. მაგალითად, შფოთიან ადამიანებს ხვდებოდა მიგრანტებისა და უსაფრთხოების პრობლემების პოლიტიკური რეკლამა. რისკის მოყვარულებს რეკლამა ქარიზმატულ ლიდერებზე, რომლებიც სისტემას უპირისპირდებიან. თავარი კი მაინც ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები იყვნენ, რომლებზეც ცდილობდნენ, რომ რომელიმე მხარისკენ გადაეკაჩათ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კეთდებოდა მაქსიმალურად ფრთხილად. სკროლავს ადამიანი Facebook-ს და როგორც სხვა რეკლამები, ისე ხვდებოდა ესეც. კიდევ ერთ საინტერესო მომენტს გეტყვით. Cambridge Analytica-ს რეკლამები ყოველთვის იმისკენ არ იყო მიდრეკილი, რომ ადამიანი დაერწმუნებინათ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან კანდიდატის ხმის მიცემაზე. მათ ასევე შესწავლილი ყავდათ ისეთი კატეგორია, რომლებიც არიან კონფორმისტები, შესაბამისად, მიზანი იყო მათი დემობილიზება. თუ ადამიანს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ხმა უნდა მისცეს X კანდიდატს და თან ამაში ეჭვიებარება, მას ისეთი რეკლამები შეხვდებოდა, სადაც საუბარი იყო, რომ პირობითად დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ერთი ეშმაკია. შენი ხმა არაფერს წყვეტს, შენი ხმა ვერაფერს შეცვლის. ეს ყველა პოლიტიკოსი მოსყიდულია, ისინი იმართებიან ერთი სექტის მიერ და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა უკვე არჩევნების აქტივობაზე აისახებოდა. Cambridge Analytica თანამშრომლობდა ტრამპთან 2016 წლის არჩევნებზე, აქტიურად იყო ჩართული Brexit-ის დროს, როცა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ასევე მაღალი შედეგები ფიქსირდებოდა მათ სასარგებლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. როცა მედიამ საგამოძიებო სიუჟეტებითა და მასალებით დაამტკიცა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, პირველად მარკ ცუკერბერგს სენატორების წინაშე წარდგომა და თავის მართლება მოუწია, ხოლო Cambridge Analytica გაკოტრდა და დაიხურა. თუმცა მიკროტარგეტინგის რეკლამები ცოცხალია და მათ უამრავი პოლიტიკური მარკეტოლოგი დღესაც იყენებს. როგორც პრაქტიკაში გამოჩნდა, მასობრივ პროპაგანდაზე ეფექტიანი ადამიანზე ზუსტი ფსიქოლოგიურად მოზომილი ზემოქმედებაა. იმავე 2018 წელს სენატორებმა Facebook-ის ადმინისტრაციას მოსთხოვეს იმ ინფორმაციისა და მონაცემების გასაჯაროება, რასაც კომპანია ფლობს მომხმარებლებზე. ეს არის ოფიციალური ღია დოკუმენტი, რომელიც დევს ღია წყაროებში, შეგიძლიათ თავად იხილოთ. რა ინფორმაციას ფლობს Facebook-ი ჩვენზე? მაშას მოემზადეთ. დადასტურებულად რაც ვიცით, რა ინფორმაციასაც ინახავს ჩვენ შესახებ Facebook-ი, ეს არის ყველა გაგზავნილი შეტყობინება აკაუნთის შექმნის დღიდან, ყველა გაგზავნილი ფაილი, წვდომა ჩვენს კამერასა და მიკროფონზე, რა აპლიკაციებია ჩაწერილი ჩვენ სმარტფონში და როდის რომელს ვიყენებთ,
რომელი მოწყობილობიდან და როდის შევდივართ სისტემაში. ჩვენი კონტაქტები, ჩვენი კალენდარი, ჩვენი მდებარეობა, ჩვენი ზარები, სურათები, მუსიკა, ჩვენი საძიებო სისტემების ისტორია და ასე შემდეგ. ეს არის ის ინფორმაცია, რაც თვითონ გაასაჯაროვეს. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაც არ გასაჯაროვდა, მაგრამ იციან. ამ სკანდალის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა Facebook-ი გააუქმა, მათ შორის იყო ილონ მასკიც. დღეს ტარგეტირებული რეკლამა შესაძლოა იმდენად საჭირო აღარ არის რიგ შემთხვევებში, რადგან ალგორითმი ასეა თუ ისეა დაინტერესებულ პირამდე მაინც მიიტანს შესაბამის კონტენტს. რა არის ალგორითმი? მარტივად რომ თქვა, ეს არის პროგრამული კოდი, რომელიც რეაგირებს მომხმარებლის ქცევებსა და მოქმედებებზე. ის აკვირდება ჩვენს რეაქციებს, ლაიქებს, კომენტარებს, ვინ გამოვიწერეთ, ვინ წავშალეთ, რამდენი დრო გავატარეთ ერთ კონკრეტულ პოსტზე. ასეთი ინფორმაციით ალგორითმს შეუძლია უამრავი მომხმარებლის მონაცემები დაამუშავოს და გაფილტროს. მაგალითად, იპოვოს ის კონტენტი, რომელსაც ჩვენი ინტერესების მსგავსი მომხმარებლები იწონებენ და ის კონტენტი ჩვენს გვაჩვენოს. ეს როგორ აისახება რეალურ ცხოვრებაში და უფრო მარტივად. მაგალითად, მე და X ადამიანს გვაინტერესებს გერმანული მანქანები. როდესაც ჩვენ სკროლავთ სოციალურ ქსელს, შეხვდება გერმანული მანქანის ვიდეო, უყურებთ ბოლომდე. შემდეგ ისევ ვაგრძელებთ. თუ შეხვდება ჩინური, არ გვაინტერესებს და სწრაფად ავსკროლავთ. შესაბამისად, ალგორითმისთვის მე და ეს X ადამიანი ერთი ინტერესების მომხმარებლები გამოვდივართ. დიდი ალბათობით რა კონტენტიც მოეწონება იმ ადამიანს მანქანების მიმართულებით, ის მომეწონება მეც. ასე უყურებს ამას ალგორითმი და აქედან გამომდინარე ის გვაჩვენებს იდენტურ კონტენტს. 2015 წელს სტენფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს. რამდენად სწრაფად შეუძლია ალგორითმს ჩვენთვის საჭირო კონტენტი იპოვოს და მხოლოდ ის გვაჩვენოს. მეორე მხარეს იყვნენ ადამიანები, სამსახურის კოლეგა, მეზობელი, ნათესავი მშობელი და მეუღლე. 10 პოსტის დალაიქების შემთხვევაში ალგორითმი უკეთესად მიხვდება რა არის თქვენი ინტერესები და რა მოგეწონებათ სოციალურ ქსელში, ვიდრე თქვენი კოლეგა. 70 ლაიკი სხვადასხვა პოსტებზე და მან უფრო მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენმა მეზობელმა. 150 მოწონების შემთხვევაში ის აღემატება მშობელს, ხოლო 300 მოწონების შემდეგ უკვე მეორე ნახევარსაც. ეს იმას არ ნიშნავს ალგორითმა თქვენი საიდუმლოებები იცის და ასე შემდეგ. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ზუსტად იცის თქვენ ხასიათს რა კონტენტი მიესადაგება. შემდეგში თუ TikTok-ზე დაყონდებით, გახსოვდეთ, რომ ალგორითმს კარგად ყავხართ შესწავლილი. მან ზუსტად იცის, რომელი ვიდეო მოგეწონებათ, რომელს სწრაფად ასკროლავთ, რომელს გაუგზავნით მეგობარს, დაალაიქებთ, დააკომენტარებთ და ასე შემდეგ. ამიტომ 5 წუთით შესვლა თუ რამდენიმე საათს გრძელდება, იცოდეთ, რომ ის განახებთ ზუსტად იმას, რაც გინდათ რომ ნახოთ თქვენ. ნეიტრალურია თუ არა ალგორითმი? თავის მხრივ ის ნეიტრალურია, მაგრამ მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ჩართულობის მასშტაბი. თუ ვიდეო ან ტექსტური პოსტი ან სურათი დროის მოკლე მონაკვეთში აგროვებს ლაიქებს, კომენტარებს და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, ეს ჩართულობა უარყოფითია თუ დადებითი, ალგორითმი ხვდება, რომ ეს პოსტი წარმატებით მუშაობს საზოგადოებაში. ანუ ის, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს უნდა აჩვენოს. ეს კარგად იციან პოლიტიკის მარკეტოლოგებმაც. სინამდვილეში საკითხი საკმაოდ მარტივად დგას. მოდით შევქმნათ ისეთი კონტენტი, თუნდაც ეს ყალბი იყოს, რომელსაც საზოგადოება სწრაფად აიტაცებს და გავრცელდება. ზუსტად ეს მოხდა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ ტრამპის მთავარ კანდიდატს ჰილარი კლინტონს მოუგონეს, რომ ვითომ ის იყო მძიმედ დაავადებული. სურათებით შესაფერისი ვრცელდებოდა, თვალები ჩაშავებული, ჩალურჯებული და ასე შემდეგ, ხოლო ამ სიახლეების სათაური ხო საერთოდ კლიკბეიტი იყო. მაგალითად, მედია ამას გიმალავთ, მაგრამ ჰილარი კლინტონის დიაგნოზი მაინც გავრცელდა. საავადმყოფოს კედლიდან მაინც გაჟონა. და ასე შემდეგ. ტრამპის მომხრეები ამ პოსტებს იწონებდნენ, აზიარებდნენ, კლინტონის მომხრეები კი კომენტარებში წერდნენ, რომ ფეიკი იყო. ორივე შემთხვევაში ალგორითმისთვის მოსაწონი ხდებოდა. პოსტები გამოდიოდა მაღალი ჩართულობის შესაბამისად, მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ნახულობდა. ტრამპის მომხრეებმა კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი გამოიყენეს. მათ ისეთი მიზნობრივი რეკლამა გაუშვეს, სადაც შეგნებულად არჩევნების თარიღი იყო არასწორი. ეს ერთი და მეორე, რაც არანაკლებ საინტერესო იყო, ასეთი რაღაც მოიგონეს, რომ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში რეკლამები, სადაც იყო ნათქვამი, რომ არ არის აუცილებელი, რომ ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანზე, საკმარისი არის მხოლოდ ამ და ამ ნომერზე გაგზავნოს იმ კანდიდატის სახელი და გვარი, რომლის შემოხაზვაც უნდა არჩევნებზე. ადამიანების ვიწრო რაოდენობამ, არ არის საუბარი დიდ მასშტაბებზე, ვიწრო რაოდენობამ ეს დაიჯერა
და ამან გარკვეულ წილად ასეთ მცირე აუდიტორიაში გაამართლა. ძირითადად ასეთი რეკლამა 99% შემთხვევაში ხვდებოდა ჰილარი კლინტონის პოტენციურ ამომრჩევლებს. მთავრობებს ასევე ხელოვნურად შეუძლიათ ალგორითმზე მოახდინონ ზემოქმედება. ამას საქართველოშიც ხშირად ვაწყდებით. მაგალითად, მათ უნდათ წამოწიონ და აქტუალური აქციონ ევროპის პრობლემები. ამისთვის საჭიროა კონკრეტული ამბავი, ეს შეიძლება იყოს ისევ და ისევ LGBT პროპაგანდა, ან უახლოეს პერიოდს თუ ავიღებთ აქციების დაშლა. კადრებზე ჩანს, როგორ ბრუტალურად უმკლავდება ევროპელი ძალოვანი აქციის მონაწილეს. ასეთი ვიდეოებით მთავრობა ცდილობს შეამსუბუქოს კონტრასტი ევროპელ ძალოვნებს შორის და აი ნახეთ, ჩვენ როგორი ჰუმანურები ვართ, ჩვენ ასე ვჭიდით, იქ კი ეს არის სტანდარტული მოქმედება, რაც უნდა გააკეთოს ძალოვანმა. ამისთვის საჭიროა პოსტი იყოს მაღალი ჩართულობის. მთავრობას ასე დრო შეუძლია ბოტები და ტროლები შეასიოს ამ პოსტს და ხელოვნურად გახადოს მაღალი ჩართულობის. ნელ-ნელა რადგან პოსტის რეაქციები და კომენტარები მატულობს, ვიდეო გასვლას იწყებს მთავრობის გულშემატკივრებამდე, რომლებიც ასევე იწონებენ კონტენტს. კომენტარებში ხდება, აი ესაა თქვენი ევროპა ნარატივის დათესვა და ბოლოს მივიღებთ იმას, რომ მთავრობის მხარდამჭერების დიდი ნაწილი ამ ვიდეოს აზიარებს და მოწინააღმდეგე მხარეს აჩვენებს. მიზანი მიღწეულია, ვიდეო მუსირებს, პროპაგანდა წარმატებით მუშაობს, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი უყურებს და მთავრობის მომხრეებიც ბედნიერები არიან. თუმცა, ალგორითმები იხვეწება და მათ შეუძლიათ ბოტი გაარჩიონ რეალური ადამიანისგან. თუ აკაუნთი ახალი გაკეთებულია და ფიქსირდება საეჭვო აქტივობა პოლიტიკურ პოსტებზე, ამას ხომ ალგორითმიც აანალიზებს. ამიტომ საჭირო ხდება აქტივობაში ჩართული იყვნენ რეალური ადამიანები. ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ასე ხდება, რომ თუ მსგავსი თემატიკა წამოსაწევია, მას ჩააგდებენ სხვადასხვა საჯარო სამსახურის ჩატებში და ამბობენ თხოვნა ზემოდან ეს პოსტი მოვიწონოთ. შემდეგში, როდესაც თქვენ შეგხვდებათ სოციალურ ქსელებში ისეთი ვიდეო, რომელიც ემსახურება სამთავრობო იდეებს ან პროპაგანდას, უბრალოდ გადადით დამლაიქებლებში და თქვენ თვითონ ნახავთ, რამდენი ადამიანის ანგარიში იქნება, რომელსაც აღწერაში უწერია, რომ მუშაობს რომელიღაც მუნიციპალიტეტის სამსახურში. ასეთი იქნება ასობით. ზუსტად ამ მიზეზით სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის შეთქმულების თეორიები. ისინი მაღალი ჩართულობით სარგებლობენ, რადგან ადამიანები ან იწონებენ თეორიებს, ან ჯიუტად კომენტარებში ამტკიცებენ, რომ ეს ტყუილია. ასეთი ადამიანები ალგორითმისთვის მისწრებაა. ალგორითმს უყვარს ისეთი მომხმარებელი, რომელიც დაიჯერებს, რომ დედამიწა ბრტყელია. ან ის, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი თვითონ ამერიკა მოაწყო და ასე შემდეგ. შეთქმულების თეორიებმა განსაკუთრებული შეყოლა იცის. ყოველი ახალი ასეთი ვიდეოს შემდეგ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მან რაღაც მსოფლიო საიდუმლო იცის. არა, მხოლოდ მან არა, მან და კიდევ რამდენიმე. თან დააკვირდით, როგორი თავდაჯერებით საუბრობენ. 11 სექტემბერი არ იცი ვისი მოწყობილია და ასე შემდეგ. დღეს თანამედროვე ალგორითმებმა შეიმუშავეს ისეთი მეთოდი, რომ შეთქმულების თეორიებს მიიჩნევენ დაბალ რეკომენდირებულ კონტენტად. აქედან გამომდინარე, ის აღარ ხვდება ისე ბევრ მომხმარებელს, როგორც ეს ხდებოდა ადრე. აი დაბალი ინტელექტის აუდიტორიაში სოციალური ქსელებით შეგნებული მანიპულირება კატასტროფული შედეგებით მთავრდება. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. არჩევნებში მანიპულირება და უსარგებლო პროდუქტის შეძენაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა მოგიყვებით. 2018 წელს ინდოეთის სხვადასხვა პროვინციებში ადამიანებს დაეგზავნათ შეტყობინებები WhatsApp-ზე უცხო ნომრისგან და ამ შეტყობინებებს თან ახლდა ფოტო ან ვიდეო მასალა. და ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მასალებზეა საუბარი. არც ერთი ფოტო ან ვიდეო არ იყო ინდოეთში გადაღებული. უმეტესი იყო სირიის სამოქალაქო ომიდან, ანუ დაშავებული ბავშვები, ვიღაცას სისხლის დიოდა, ვიღაცას ხელით კიოდა და ასე შემდეგ. და თუ საუბრობთ ვიდეოზე, ვიდეოები აღებული იყო ფილმებიდან ან პრანკებიდან. ამ შეტყობინებაში ეწერა, რომ თუ ვინმე საეჭვო ადამიანს შენიშნავთ, იცოდეთ, რომ ეს არის მისი გაკეთებული, ის იტაცებს ბავშვებს ან ძალადობს ბავშვებზე და ასე შემდეგ. ადამიანებს ეს დაეჯერათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი მასალა, რაც ამ შეტყობინებებს თან ახლდა, საერთოდ არც ერთი არ იყო ინდოეთში გადაღებული. ამ ამბავს 30-მდე ადამიანი შეეწირა. ანუ ბრბო გამოვიდა, რაღაც დაჯგუფებები შეიქმნა, რომლებმაც უკვე ერთმანეთში დააგონეს, რომ აი ეს იქნება ის, ვიზეც არის საუბარი და ხალხი დახოცეს. საუბარი ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ. უბრალოდ ასეთი მანიპულაციით და თვითშ დაგონებით
გავიდნენ ასეთ კატასტროფამდე. ასეა თუ ისეა სოციალურმა ქსელებმა მსგავსი პრეცედენტების წინააღმდეგ ბრძოლა ისწავლეს და მეტნაკლებად მათი აღკვეთა ხდება. 2016 წელს, როდესაც ტრამპის გუნდმა ფაქტობრივად წალეკა Facebook-ი ყალბის სიახლეებით, დასხდნენ ადმინისტრაციაში და დაიწყეს იმაზე ფიქრი, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რომ მომავალში არ განმეორდეს იგივე, ანუ ალგორითმა არ აიტაცოს ყალბის სიახლეები. და Facebook-მა დანერგა ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერები. მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით და იმის გამო, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მთელი რიგი კომისიები შეიქმნა, რომლებიც Facebook-ისა და Google-ის საქმიანობას იკვლევდნენ, როგორც კი პრეზიდენტობის ვადა ჩაამთავრა და ბაიდენი გახდა მერე პრეზიდენტი, სოციალური ქსელების საკმაოდ დიდმა ნაწილმა საერთოდ დაბლოკა ტრამპი. მათ შორის იყო Facebook-ი, სადაც დონალდის ანგარიში წაიშალა. ასევე იყო Twitter-ი, სანამ მასკმა არ იყიდა და ბლოგი არ ახსნა. გაამართლეს თუ არა საბოლოოდ ფაქტ-ჩეკერებმა? არა. სინამდვილეში ისინი ძალიან შორს აღმოჩნდნენ პოლიტიკური მიუკერძოებლობისგან. თქვენ თუ გახსოვთ COVID-ის პერიოდი. აი მაშინ კარგად გამოჩნდა, იმიტომ რომ შანსი არ იყო, ეს შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ რთული იყო რაღაც შენ დაგეწერა ისეთი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინააღმდეგ მოდიოდა, ან უბრალოდ მეინსტრიმ მედიის წინააღმდეგ მოდიოდა და ფაქტ-ჩეკერებს ამაზე არ ქონოდათ რეაქცია. იგივე იყო ზუსტად ვაქცინებზეც. ანუ საწინააღმდეგოზეც არ არის საუბარი. იყო ისეთი პრეცედენტები, როდესაც უბრალოდ ადამიანი განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა, ფაქტ-ჩეკერები მას მოუნიშნავდნენ ამ მოსაზრებას როგორც ყალბს ან манипуляციას, შესაბამისად Facebook-ი ამას სულ უფრო დაბალ რეკომენდირებულად მიიჩნევდა. უარეს შემთხვევაში კი საერთოდ წაუშლიდა ანგარიშს. ფაქტობრივად ისე ხდებოდა, რომ შენ თუ განსხვავებულ აზრს აფიქსირებ, იშლები, კენსელდები ან თლად უარეს შემთხვევაში იბლოკები და ამას მათ შორის ხელს უწყობდნენ ეს ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერებიც. ფაქტ-ჩეკერები ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხდებოდნენ Facebook-ის კონტრაქტორები. ისინი პასუხისმგებლობას იღებდნენ კონკრეტულ რეგიონში ან ქვეყანაში Facebook-ზე გაზიარებულ ლინკებსა და სიახლეებზე, რომ შეემოწმებინათ, რამდენად იყო ეს სიმართლე. ორი აზრი არ არსებობს, რომ კორონავირუსის დროს ინფორმაციული ქაოსი არსებობდა, ვრცელდებოდა განზრახ პროპაგანდაც, ისეთი ამბები, რაც ემსახურებოდა გაურკვეველ მიზნებს და ბევრი ანგარიში ან გვერდი, რომელიც წაიშალა, შეიძლება ნამდვილად წასაშლელი იყო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი არ ეთანხმებოდა პოპულარულ აზრს, ან არ იზიარებდა მეინსტრიმ მედიის შეხედულებებს, ან უბრალოდ თავის მოსაზრებას აფიქსირებდა ვაქცინასთან დაკავშირებით თუ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ის ადამიანი იყო წასაშლელი, დასაბლოკი ან დასაკენსელებელი. ეს ჩემი აზრით არ არის სიტყვის თავისუფლება. იმ შემთხვევაში თუ ეს ფაქტ-ჩეკერი თქვენს პოსტში იპოვიდა ყალბ ამბავს ბჭყალებში, ის პოსტი უკვე Facebook-ის მიერ ქვემოდან მოინიშნებოდა როგორც ყალბი ამბავი. ასე იყო საქართველოშიც და ასე იყო დანარჩენ მსოფლიოშიც. ყველანაირი აზრი, რაც მეინსტრიმ მედიას არ ეთანხმებოდა, იდევნებოდა. შემდეგი ასეთი უკვე იყო რუსეთ-უკრაინის ომი, სადაც სოციალურ ქსელებში ეს ყველაფერი ცალმხრივად შუქდებოდა. ახლა იმდენად უკვე აღარ, მაგრამ 2022-დან 2024 წლის ჩათვლით თითქმის შეუძლებელი იყო ჩვენ სოციალურ ქსელში გვენახა ისეთი ვიდეოები, სადაც არა უკრაინული, არამედ რუსული სამხედროები ანადგურებენ უკრაინულ კოლონას ამ პირად შემადგენლობას. პრაქტიკულად ვერ ვნახავდით ასეთს. მერე უკვე როცა პარალელურად მოხდა Telegram-ის პოპულარიზაცია და იქ ასეთი მკაცრი ცენზურა არ არსებობდა, ადამიანების ნაწილმა პირველად აღმოაჩინა ომის რეალობა, რომ თურმე რასაც ჩვენ Facebook-ზე ვხედავთ, რომ ამდენ რაღაცას ანადგურებენ უკრაინელები, თურმე იგივე საკეთებენ რუსებიც. და ნაწილი იმდენად შოკში იყო ამ მიღებული ინფორმაციისგან, რომ ამას ვერ იჯერებდა. მეგობრებო, აქ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ იმას, რომ საუბარი არის არა გულშემატკივრობაზე, არამედ უბრალოდ გაშუქების სტანდარტზე. ამ სოციალური მედიის ტენდენციებს აყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებსაც ისედაც არ მოეკითხებოდათ ღრმა პოლიტიკური დონე. იმიტომ ამბობდნენ, რომ რუსებს სარაკეტო მარაგი ეწურებათ, ტანკები უთავდებათ და ასე შემდეგ. ისინი ხედავდნენ მხოლოდ იმას, რაც ჩანდა სოციალურ მედიაში. სინამდვილეში არც ერთ დასავლურ სამხედრო ანგარიში, რომელიც იყო საჯარო, არასდროს არ ეწერა მსგავსი, რომ რაღაც მარაგების დეფიციტი აქვს რუსეთს. მაგრამ ეს სოციალურ მედიაში იმ პერიოდში არ საჯაროდებოდა. ფაქტ-ჩეკერებიც ბუნებრივია ცალმხრივად მუშაობდნენ. თუ მაგალითად
უკრაინელი ბებია კიტრის წნილის ქილით ჩამოაგდებდა რუსულ დრონს და ამის შესახებ პირობითად ქართული მედიაც დაწერდა, ეს სიმართლე იყო. გადამოწმებას არ ექვემდებარებოდა. თუ კიევის მოჩვენება 50 რუსულ გამანადგურებელს ჩამოაგდებდა 2 დღეში, ესეც სიმართლე იყო. გადამოწმებას არ ექვემდებარებოდა. აქ ისევ და ისევ ხაზს გავუსვამ, რომ არ არის საუბარი გულშემატკივრობაზე. საუბარი არის უბრალოდ გაშუქების სტანდარტებზე. ამ დროს, როდესაც შენ მაგალითად იგივე დასავლური მედიის არგუმენტებით დაწერდი, რომ აქვს რაღაც კონკრეტული წარმატება რუსულ არმიას და აი ამას იპყრობს, აი ამ მიმართულებით წინსვლა აქვს, დიდი შანსი იყო, რომ ან შენი კონტენტი იქნებოდა დაბალ რეკომენდირებული სოციალურ ქსელებში, ან საერთოდ წაგიშლდნენ ანგარიშს რაღაც ზოგადი მიზეზით. ისევ და ისევ, ნებისმიერი სერიოზული დასავლური გამოცემა წერდა ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ სოციალურ მედიაში ეს ინფორმაცია რაღაცნაირად დაუშვებელი იყო. და ბოლოს ასეთი ამბავი იყო უკვე სექსუალურ უმცირესობაზე. აზრის დონეზეც კი საპირისპიროს ვერ დაწერდი, ან ვერ იტყოდი, რომ ეგრევე შენ უკვე ხდებოდი სოციალურ ქსელში შეუმჩნეველი. ახლა რასაც უწოდებენ რადიკალურ მემარჯვენეობას ან ულტრამემარჯვენეობას, ასეთი ძალების შექმნაც მათ შორის ამ ფაქტ-ჩეკერების და მიკერძოებული მოდერაციის გამო მოხდა. იმდენად დიდ წინაღობად აქციეს და იმდენად გააერთიანეს ასეთი შეხედულების ხალხი, რომ ახლა იმკიან შედეგებს. საქართველოშიც ანალოგიური იყო, Facebook-ის კონტრაქტორი იყო მითების დეტექტორი, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე Facebook-მა უამრავი გვერდი ან პერსონალური ანგარიში წაშალა. ბევრი შეიძლება წასაშლელიც იყო, რადგან გაურკვეველ პროპაგანდას ემსახურებოდა, მაგრამ მე ისეთებიც ვიცი, რომ უბრალოდ წაიშალა იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდნენ პოპულარულ აზრს ან მეინსტრიმ მედიის იდეებს ან პოლიტიკურ იდეოლოგიებს არ იზიარებდნენ. ვიცი ისეთი შემთხვევები, როდესაც გვერდი ახალი დაარსებული იყო, მაგრამ რადგან უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა, ერთ-ორ დღეში წაიშალა ასეთიც. პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც ზემოთ გითხარით და მოგიყევით, მითების დეტექტორის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს თამარ კინწურაშვილს Deutsche Welle-ს სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადაეცა. ის რომ ფაქტ-ჩეკერების საბოლოოდ წარმატებული პროექტი არ აღმოჩნდა და სოციალური ქსელების ნდობა უფრო შეამცირა და დააზიანა ვიდრე ამახლა, ამას ცუკერბერგის ის გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომ ფაქტ-ჩეკერებს უბრალოდ თავიდან მოიშორებს. ამიერიდან სოციალურ ქსელებში Facebook-ზე უпростоროდ კონტენტი შემოწმდება ისე, როგორც მოწმდება X-ზე, ანუ ადამიანები საჩივარს შეავსებენ და ქვემოთ დაეწერება შესაბამისი ცნობა. ჯო კოპლანი, რომელიც მეტაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს გლობალური სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით, პირდაპირ წერდა, რომ ძალიან ბევრი უწყინარი კონტენტი ცენზურის ქვეშ მოექცა. ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლოდ მოხვდა Facebook-ის ციხეში და ჩვენ ხშირად ძალიან ნელავ რეაგირებთ, როცა ეს ხდება. და ბოლო თემა, რასაც მინდა რომ შევეხო, თუ როგორ ზემოქმედებს ჩვენზე სოციალური ქსელები, ეს არის ალგორითმის მეშვეობით სულ უფრო და უფრო როგორ ვიკეტებით ჩვენს სანაცნობოში ან ერთი ინტერესების მქონე ადამიანების სივრცეში. აი ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ამის ყველაზე კარგი თვალსაჩინო მაგალითი არის აქციები. საზოგადოების ერთი ნაწილი, ვინც აქციებზე დადის და ზოგადად ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი, იმის ნიუსფიდი გინ Facebook-ზე და გინ TikTok-ზე, ეგრეთ წოდებული ფორიუმ, მხოლოდ აქციებიდანაა. კადრები, ფოტოები, კომენტარები, განცხადებები, სასამართლოები, დასავლურ კურსზე უარის თქმის მწარე შედეგები, მხოლოდ ეს არის. მეორე მხარეს საპირისპიროდ კადრები, სადაც აქციის მონაწილე პოლიციას ურტყამს, სადაც ხდება აქციის გაშავება, მთავრობის წევრების კომენტარები, პოლიტიკოსები, რომლებიც სუვერენიტეტის გამყარებაზე საუბრობენ და ერის გადარჩენაზე და ასე შემდეგ. ერთიც და მეორეც იმდენად იკვებება ამ ინფორმაციული ნაკადით, რომ ფიქრობენ დანარჩენი ქვეყანაც მათსავით აზროვნებს, ან უმრავლესობა არიან და ახლა რაღაც აღმატებული მისია აქვთ დაკისრებული. ორივეს სიამოვნებს სოციალურ ქსელებში სკროლვა, იმიტომ რომ იქ მხოლოდ მათი თანამოაზრეები არიან. ზუსტად ის იდეები ისმის, რასაც ისინი ეთანხმებიან. ალგორითმი საპირისპირო აზრს აღარც ერთ საჩვენებს და 24 საათი კვებავს იმით, რაც ტვინს მერე დოფამინს გამოამუშავებინებს. ასეთი ადამიანები თავის სიმართლეში იმიტომ არიან დარწმუნებულები, რომ მათი გარშემო მყოფებიც მასე აზროვნებენ. დაუშვათ არის ერთი ადამიანი, მის გარშემო არის 20 მეგობარი ან თანამოაზრე და ერთი რასაც ფიქრობს, მეორეც იმას ფიქრობს, მესამეც, მეოთხეც და ასე შემდეგ. შესაბამისად განცდა იმისა, რომ ისინი არიან მართლები და დანარჩენი არიან არასწორები, ბუნებრივი არის. გამორიცხულია, რომ ისინი არ იყვნენ მართლები. ასე უყურებენ საკითხს. ეს არის ზუსტად ბაბლი,
რომელშიც იხარშებიან მათ შორის ჩვენი პოლიტიკოსები და ვერანაირად ვერ არღვევენ ამ მოჯადოებულ დღეს. ისინი ზუსტად ასე უყურებენ, რომ ჩვენ რა იდეებიც გაგვაჩნია, ის არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენი გარშემო მყოფები ზუსტად ასე ფიქრობენ. სიმართლე აბსოლუტური ვერასდროს იქნება. ნებისმიერ კონფლიქტში, ნებისმიერ მოვლენაში ორივე მხარეს ყოველთვის ექნება თავის არგუმენტები. ბაბში მოქცევა მარტივია, იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელი არ არის, მაგრამ საკმაოდ რთულია. დიდ წინაღობას წააწყდება მაგ დროს ადამიანი. ყველაზე მთავარი არის გონებაში გქონდეს ერთადერთი სიტყვა და ეს არის იქნებ. იქნებ ის არის მართალი, ვისაც მთელი ცხოვრება დავცინით და ვაბოლინგებთ. იქნებ იმასაც აქვს თავის სიმართლე, იქნებ ღირდეს მოსმენა. იქნებ მემაკლია რაღაც ის ინფორმაცია, რომელიც შემავსებინებს მოვლენის შესახებ და უფრო მეტი წარმოდგენა მექნება შესაბამისად იქნებ მერე რაღაცები გადავაფასო. იქნებ ღირს ჩემი ოპონენტის მოსმენა. იქნებ დაკენსელებით ვერც ერთი ვერაფერს ვერ ვიგებთ. ამ სიტყვას მთების გადადგმა შეუძლია და ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, მუდმივი კომპრომისი და ერთმანეთის მოსმენის კულტურა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. არც ერთი ვიწრო ბაბლის გარშემო არ ბრუნავს სამყარო. ბაბლის პრობლემები არის მხოლოდ იმ საზოგადოების პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ამ ბაბში არიან და არა ქვეყნის, რეგიონის ან მით უმეტეს სამყაროსი. სოციალურ ქსელებს ჩვენზე დიდი გავლენა აქვს. იმდენად დიდი, რომ მარტივად მოქმედებენ ჩვენს განწყობაზე. ამას თვითონ Facebook-ის ექსპერიმენტი ადასტურებს, რომელიც 2014 წელს ჩატარდა. 699,000 ადამიანს დააკვირდნენ. ბუნებრივია მომხმარებლებს არც არაფერი უთხრეს. ექსპერიმენტის მიხედვით ეს რაოდენობა ორად გაანაწილეს. ერთს აჩვენებდნენ მხოლოდ ნეგატიურ კონტენტს, მეორეს მხოლოდ პოზიტიურს. შედეგი იყო გასაოცარი. ადამიანები, რომლებიც მუდმივად ნეგატივს ეცნობოდნენ ექსპერიმენტის ფარგლებში, მერე თვითონაც დაიწყეს ნეგატიური ქცევის გამოვლენა. აზიარებდნენ იგივე კონტენტს, ამ პირიქით წერდნენ, პოსტავდნენ და ისეთ ვიდეოებს აქვეყნებდნენ, როგორცაც ახვედრებდა ალგორითმი. და პირიქით. ადამიანები, რომლებიც მუდმივად ამ ორი კვირის განმავლობაში უყურებდნენ დადებით კონტენტს, შეიცვალა მათი ქცევა, მათაც დაიწყეს დადებითი პოსტების წერა, სურათები, ვიდეოები და ასე შემდეგ, რომელიც იყო ბევრად უფრო პოზიტიური, ვიდრე ნეგატიური. ადამიანების მდგომარეობით манипуლირება უმარტივესი აღმოჩნდა. უბრალოდ ალგორითმი საჭირო მიმართულებით უნდა მიემართათ. 21 საუკუნეში სოციალური ქსელებიდან სრულად მოწყვეტა შეუძლებელია. ვინც რა არ უნდა თქვას, ფაქტი ის არის, რომ ჩვენი ცხოვრება აქტიურად არის მიმმული სოციალურ ქსელებზე. თუმცა სოციქსელების მიღმა დროის გატარება შეამცირებს მათ გავლენას ჩვენზე. უნდა ვეცადოთ, რომ უბრალოდ ხშირად გავიდეთ გარეთ, ხშირად ვნახოთ მეგობრები, ვიპიკნიკოთ, ვიმოგზაუროთ და რაც მთავარია, ერთმანეთში ვისაუბროთ. ასეთი საუბრით აღმოაჩენთ, რომ ჩვენ თურმე არ ვართ ერთმანეთის მტრები. არ ვართ მტრები. უბრალოდ რიგ საკითხებს უყურებთ განსხვავებულად, მაგრამ რადგან უკვე საუბარი ერთმანეთში შევძელით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყინულმა ღობა დაიწყო ჩვენ შორის. არ ვართ ჩვენ ერთმანეთის მტრები. სოციალურმა ქსელებმა თუ პოლიტიკამ ასე დაგყვეს, მაგრამ საუბრით აღმოვაჩენთ, რომ თურმე იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ეს გვეგონა. არ ვართ ერთმანეთის მტრები. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. დროებით.